ინციდენტი ტყიბულის მაღაროში აფინანსებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ალია ჰოლდინგს თქვენ უყურებთ და უსმენთ ახალ ამბებს 6 საათზე სტუდიაში ირაკლი ჩიხლაძე მუშაობს. ტყიბულის მაღაროში საწარმოო პროცესის დროს ორი მუშა დაშავდა, ამის შესახებ ინტერპრეს ნიუსის კორესპონდენტი ტყიბულიდან იუწყება. მისვე ინფორმაციით მაღაროში ინციდენტი დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა, დაშავებულები ტყიბულის რაიონულ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მოხდარის მიზეზები ამ წუთებში დგინდება. ალია ჰოლდინგის წინააღმდეგ ახალი ბრალდებები გაჩნდა. ჟურნალისტ ეკა სეხნიაშვილის სამსახურიდან წასვლის მეორე დღესვე გაზეთი ალია ბიძინა ივანიშვილის ფინანსების აღებაში დაადანაშაულეს. დაფინანსებასთან დაკავშირებით გამოთქმულ ეჭვებს რედაქციაში უსაფუძვლოდ მიიჩნევენ, როგორც ალიას რედაქტორი დიმიტრი ტიკარაძე აცხადებს, არ სურს გამოეხმაუროს სისულელებს, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაცია სუფთა პოლიტიკის წარმომადგენლები ეჭვობენ და ახმაურებენ. ტიკარაძის თქმით, დასკვნის გაკეთება აფინანსებს თუ არა ივანიშვილი ალიას ნებისმიერ ადამიანს მარტივად შეუძლია და ამისთვის მხოლოდ გაზეთის წაკითხვა საჭირო. რაც შეეხება გაზეთიდან ჟურნალისტების წასვლას, დიმიტრი ტიკარაძის განცხადებით, ალია მხოლოდ ერთმა ჟურნალისტმა ეკა სეხნიაშვილმა დატოვა, ამის მიზეზი კი არა სტატიის პოლიტიკური ნიშნით დაბლოკვა, არამედ მასალის სისუსტე და არაკომპეტენტურობა იყო. არასამთავრობო ორგანიზაცია სუფთა პოლიტიკის წარმომადგენლებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს, სადაც გამოთქვეს ეჭვი გაზეთ ალიას ბიძინა ივანიშვილთან ფინანსურ კავშირთან დაკავშირებით. Ეჭვი გაჩნდა, იმიტომ რომ ჩვენ გახსოვს წლების განმავლობაში გაზეთი ალიასა და ბიძინა ივანიშვილის შორის არსებობდა საკმაოდ მწვავე ურთიერთობა. ალიაში იბეჭდებოდა ძალიან კრიტიკული სტატიები და ბიძინა ივანიშვილი არაერთხელ ღიად აცხადებდა, რომ გაზეთი ალია ემსახურებოდა ხელისუფლებაში არსებული პოლიტიკური ძალის ინტერესებს. როგორც ჩანს, მოხდა რაღაც კარდინალური ცვლილება, როგორც ალიას პოლიტიკაში და სწორედ ამ კარდინალური ცვლილებამ გააჩინა ეჭვი ჩვენში, რომ ხომ არ მოხდა რაღაც ფინანსური სახის გარიგება ალიას პრობლემებსა და ბიძინა ივანიშვილის შორის. ამის გამო ჩვენ გადავწყვეტ უბრალოდ მიმართოთ ყველა მედია საშუალებას, იქნება ეს ალია თუ ნებისმიერი სხვა ბეჭდური მედია თუ ელექტრონული მედია, თუმცა აქ რაიმე სახის ფინანსური ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან ან ის კომპანიებთან ან ახალ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობა ქართულ ოცნებასთან უბრალოდ ღიად დააფიქსიონეს და დახადონ ეს ინფორმაცია გამჭვირვალე. ეს გონია რომ კარგი იქნება და მომგებიანი იქნება თვითონ ამ მედია საშუალებებისთვისაც და ზოგადად საზოგადოების ინტერესი დაკმაყოფილება იქნება, რომ ბუნებრივია რომ ასეთი ფაქტებისადმი საზოგადოებაში არსებობს ძალიან მაღალი ინტერესი. ეს არის ხელისუფლების მორიგი დაკვეთა და მიზანმიმართული კამპანია ალია ჰოლდინგის წინააღმდეგ. თავისთავად ეხლა სისულელია იმის მტკიცება, რომ ალიას არ აფინანსებს ბიძინა ივანიშვილი. უბრალოდ ეს ხელისუფლებას რაში სჭირდება ეს დაკვეთა ნამდვილად ვერ გეტყვით, თუმცა ერთი რამე ნამდვილად გასაკვირია ჩემთვის, თუ ხელისუფლებას ისეთ დემოკრატად მიაჩნია ბიძინა ივანიშვილი, რომ ის აფინანსებს თავის წინააღმდეგ კრიტიკულ სტატიებს, მაშინ ცოტა გამაოგნებელია ეს ყველაფერი. ქართულ ჯგუფის საბაჟოზე შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და დიპ კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დახმარებას თხოვს. ქართულ ჯგუფის წარმომადგენლის ვლადიმერ ხუნდაძის ინფორმაციით ბოლო 3 თვეა მათ საკუთრებაში არსებული ყველა ტვირთი ეგრეთ წოდებულ წითელ დერეფანში ხვდება. ხუნდაძე დიპ კორპუსის წარმომადგენლებს ინფორმაცია ტვირთის მიზანმიმართულად დაზიანების შესახებაც მიაწოდა. საბაჟო გვიქმნის ხელოვნურ ბარიერებს და ბრკოლებებს უფრო მეტიც სახეზე გვაქვს რიგი შემთხვევებისა, როდესაც ჩვენი საქონელი საბაჟო ტერიტორიიდან გამოტანის შემდეგ აღმოჩნდა დაზიანებული. დაზიანებები მიყენებული არის ისეთი ფორმით, რომ მისი ვიზუალურად შემჩნევა თვითონ საბაჟო კონტროლის ზონაში შეუძლებელია, თუმცა როდესაც ფუნქციონალურად ეს ტექნიკა და აპარატურა ჩაირთვება უკვე და დაინსტალირდება სათანადო ადგილას, აღმოჩნდება, რომ აღარ მუშაობს. შემოსავლების სამსახურმა მოგვიჭრა ყველანაირი გზა, რომელიც ჩვენ კანონით აქვს მონიჭებული, რათა ჩვენ შევძლოთ ჩვენი საქონლის მდგომარეობის გაკონტროლება საბაჟო პროცედურების დაწყებამდეც და საბაჟო პროცედურების დასრულების შემდეგაც. 7 ოქტომბრის შემდეგ აბსოლუტურად ყველა ტვირთი გადის წითელ დერეფანს. პრობლემები ექმნება ყველანაირ ტვირთს. მნიშვნელობა არ აქვს ის საავადმყოფოსთვის შემოდის თუ მაგალითად ბერა სტუდიისთვის. ყველაფერს აბსოლუტურად და პრობლემები არის სხვადასხვაგვარი. ყველაზე მძიმე რა თქმა უნდა ის არის, როდესაც აღმოაჩენ რომ შენს მიერ მიღებული ტვირთების აბსოლუტური უმრავლესობა 37 ტვირთი არის აბსოლუტურად გადამწვარი და დაზიანებული. და რა თქმა უნდა ეს შეგნებულად კეთდება. თან იმ პირობებში, როდესაც ეს ტვირთი ექსპერტიზა გავლილი არის ადგილზე და აქაც ჩამოტანის დროს. და უკვე საბაჟოდან რო გამოგვაქვს არის გადამწვარი და განადგურებული.
ზუგდიდის მეოთხე საპყრობილეში გარდაცვლილი პატიმრის საქმეზე გამოძიება შეწყდა. ამის შესახებ გარდაცვლილის ოჯახს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა ლაშა ლაღიძემ აცნობა. პროკურორის მიერ გამოქვეყნებული წერილის მიხედვით ირკვევა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო შეწყდა. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ზუგდიდის საპყრობილის პატიმარი მურმან კალანდია ჯანმრთელობის გაუარესების გამო თბილისის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავდათ, რა დროსაც ის ქუთაისის საპყრობილეში დროებით მოათავსეს. მოთავსებიდან 15 წუთში მან გონება დაკარგა და ექიმებმა პატიმრის გადარჩენა ვერ შეძლეს. ოჯახი პროკურორის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ კალანდაძის საქმეზე ძიება იმ მოტივით შეწყდა, რომ სამართლებრივი დევნა ზუგდიდის საპყრობილის თანამშრომლებზე შემწყდარიყო. შემიძლია ძალიან კარგად ცნობდა თავს, კარგად იცოდა, არაფერი არ ცდილობდა, თავისი დავიდა მანქანაში, თავისი ჩამოვიდა, თავისი ფეხი ნორმალურად იცოდა, ნორმალურად ლაპარაკობდა. დასკვნაში წერია, რომ ორმხრივი ტუბერკულოზი ჰქონდა ოფლებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ძმა 2 დღეს იმაში იყო კარცერში, აწამებდნენ სასტიკად. თუ თავისი კარგად ცნობდა თუ რაღაცა, მაშინ საიდან მოვიდა ეს უამრავი სინიაკები. გახსნილი მკვლელობა და დაკავებული ახალგაზრდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული სანდრო დალაქიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. გიორგი ლაშქრიშვილს ბრალადდება ცივი არაღის გამოყენებით თანატოლის მკვლელობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარი კიდევ ერთ ინციდენტზეა, რომელიც ასევე ლაშქარაშვილს უკავშირდება ძალოვანი უწყების მტკიცებით. შემთხვევის ადგილიდან მიმალვის დროს გიორგი ლაშქარაშვილს აბაშიძის ქუჩაზე შელაპარაკება მოვიდა, მისთვის უცნობ პირებთან და დანის გამოყენებით მუცლის არეში დაჭრა 1994 წელს დაბადებული არასრულწლოვანი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 101 მუხლით. 2012 წლის 1 იანვარს ჩემ მეგობარს და სანდრო დალაქიშვილს მოუვიდა შელაპარაკება, რის შემდეგაც მოხდა ჩხუბი. მეორე დღეს დამირეკა ვიღაცამ სანდრო დალაქიშვილი გელოდება პოპული და იოლის პირდაპირ წინო, გადავედი, ნახე შევხვდი მაგ ბიჭს, ჩავედით ეზოში, შემდეგაც ვილაპარაკეთ, დამარტყა ხელი, დავინახე დანა ეჭირა, ამოვიღე დანა და დავარტყი ერთხელ და გავიქეცი აბაშიძეზე რომ მივდიოდი, 4 ბიჭი იდგა, იგინებოდნენ, შეუკლიანდი მეთქი მე ხო არ მაგინებთ ხომ, მაგისგან მოგვივიდა შელაპარაკება, ჩავედით ფალიაშვილზე ერთ-ერთ ეზოში, შემდეგაც მაგ ბიჭაც ერთხელ დავარტყი დანა და გავიქეცი. ვიმალებოდ. ესპანეთის საქართველოს ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდს გადასცემს გაზეთ ელ პასოს ცნობით საუბარია კახაბერ შუშანაშვილზე, რომელიც რუსულ-ქართული მაფიოზური დაჯგუფების ერთ-ერთი დამკვეთი არის. შუშანაშვილი 2010 წლის მარტში კატალონიაში ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის დროს დააკავეს. მისი ექსტრადიციის თაობაზე საქართველოს ხელისუფლებამ ესპანეთს 2011 წლის აპრილში მიმართა. გამოძიების მონაცემებით შუშანაშვილი, რომელიც საქართველოსთან 2005 წელს გაიქცა, მრავალი წლის განმავლობაში ინტერნეტით აკონტროლებდა კრიმინალურ დაჯგუფებებს არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებში. ქართული სამართალდამცველები კახაბერ შუშანაშვილს სალონიკში მცხოვრები თანამემამულისგან 40,000 ევროს გამოძალვაში სდებენ ბრალს. ვანდალიზმი დიდუბის პანთეონში. დაუდგენელი პირები ჯაბა იოსელიანის საფლავის გათხრას ცდილობდნენ. საფლავზე ნაპოვნია ნიჩაბი, ასევე სისხლიანი ფურცლები 5 თითის გამოსახულებით და თავად ჯაბა იოსელიანის ფოტოები, რომელიც მას 1990-იან წლებში თანამებრძოლებთან ერთად აქვს გადაღებული. დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის დირექტორის ბადრი ქუთათელაძის განცხადებით, აღნიშნული ფაქტის შესახებ მან თვითმხილველებისგან შეიტყვა, რომელთაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს. დიდუბის პანთეონში კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს და სამხილები ექსპერტიზაზე გადაიტანეს. საფლავი იყო მოჩიჩკნელი ჯაბასი, შემოსულები იყვნენ სამხედრო ნიჩბით და ჰქონდათ ფოტომასალა. რამოდენიმე ფორმატზე გადაღებული 90-იანი წლების ბადამ ჯაბა იყო თავის თანამებრძოლებთან ერთად. და ეს ყველაფერი დატოვებული ჰქონდათ აქ. ჩვენ აქ დაცვა არ აქვს. კარები იკეტება ჩვეულებრივ განათებებია და აი ასეთი სიტუაცია. მე რასაკვირველია გამოვიძახეთ
პატრული, მოვიდა კრიმინალური პოლიცია და იმუშავეს თანამშრომლებმა და ამის გაკეთება როგორ შეიძლება? იცით რა, ეხლა ხელს არავის არ ვერავის ვერ დაადე. ცოტა ამ ხრივ მე ვფიქრობ, რომ ცოტა ფაქიზად უნდა მოვექცეთ. ყველას ალბათ პოლიცია გაარკვევს რა და როგორ ეს მის კომპეტენციაში რაც შედის, ალბათ გააკეთებენ ამას გამოძიებას. მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ უწუხელ ღამე მოხდა ეს ამაზრზენი ფაქტია. ქართული პარტიის გენერალური მდივანი პარიზში ვერ გაფრინდა ირაკლი დოლაბერიძეს თბილისის აეროპორტის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა გაფრენის საშუალება არ მისცეს. საფრანგეთში პარტიის სხვა ლიდერებიც მიემგზავრებოდნენ თეოდორ ლაშაძემ და რამაზ იოსელიანმა აეროპორტში რეგისტრაცია დაბრკოლების გარეშე გაიარეს და საზღვარიც უპრობლემოდ გადაკვეთეს. ირაკლი დოლაბერიძე დღევანდელ ინციდენტს ქართულ პარტიაზე ხელისუფლების მორიგზეწოლად და პოლიტიკურ დევნად აფასებს. როგორც ცნობილია, ქართული პარტიის წევრები პარიზში პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილთან პოლიტიკური კონსულტაციებისთვის მიემგზავრებოდნენ. პოლიტიკური საბჭოს წევრები მიემგზავრებოდით პარიზში ირაკლი ოქრუაშვილთან პოლიტიკური კონსულტაციებისათვის. მე რამაზ იოსელიანი და თეოდორ ლაშაძე მათ მიეცათ ჩვეულებრივად საზღვრის გადაკვეთის საშუალება, რაც შეეხება ჩემს საკითხს, სასაზღვრო პოლიციამ, რომელიც საკონტროლო გამშვებპუნქტს თანამშრომლები არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მათ მითხრეს, რომ მე არ მაქვს საზღვრის გადაკვეთის უფლება. რის გამო, რატომ, რა მიზეზით ამას კონკრეტულად ვერ მეუბნებოდნენ. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური დევნა, როდესაც პარტიის გენერალურ მდივანს არ ეძლევა შესაძლებლობა წავიდეს პოლიტიკური კონსულტაციებისთვის და ჩვენ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს, რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ, რა საქმეების და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ, ზუსტად ამ საკითხებზე მიდიოდით საკონსულტაციოდ. არ მომეცა პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. თავისუფალი დემოკრატების საგანგებო განცხადება, როგორც პარტიის გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, მათ მხარდამჭერებს სამსახურებიდან ათავისუფლებენ. თამაშიაშვილის განმარტებით ბოლო ასეთი ფაქტი 2 დღის წინ მოხდა, როცა გორის სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელობამ პარტიის ერთ-ერთი წევრის მეუღლე სამსახურიდან ახსნა განმარტების გარეშე დაითხოვა. თავისუფალი დემოკრატების განცხადებით პოლიტიკური ნიშნით ანგარიშის წორება ხელისუფლებამ დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო, როცა პარტიის მხარდამჭერი პედაგოგების სკოლებიდან დაითხოვეს. ხელისუფლებამ გოსპიტალის თანამშრომლებმა ლაშამ აბჟანდაძემ, რომელიც არის კომენდანტი ამ გოსპიტალში, მან გაანთავისუფლა. ცინიკურად გასაპასუხი, რომ მარაგონია თქვენი მეუღლე დარბის ივანიშვილის ხელმოწერებს რო აკეთებ შინდიში და გაზეთებს რო არიგებთ, მარაგორ გეგონათ, გაგანთავისუფლებით, აბა რას ვიზავდით. განკარგულება გაუწიათ, რომ იმაზე შესასვლელში, ჰოსპიტალის შესასვლელში საერთოდ აღარ შემოუშვათ პიროვნება. ესე გამოდის, რომ სამკურნალოდაც ვეღარ შევა. ჩემი მეუღლე იქ რატო რის გულისთვის მიზეზი მე ვარ. დააფინანსებს თუ არა ხელისუფლება მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის საფასურს. ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ინიციატივა უკვე არსებობს და ის ხალხის პარტიას ეკუთვნის. ხალხის პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ჯუმბერ თავართქილაძის განცხადებით მაღალმთიან რაიონებში სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობა შვილებისთვის სწავლის საფასურის გადახდას ვერ ახერხებს. ინიციატივას ხალხის პარტია საკანონმდებლო ჩარჩოებში მოაქცევს და პროცედურის სრული დაცვით პარლამენტს წარუდგენს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ხელისუფლება არამიზნობრივად ხარჯავს ქართველი ხალხის ფულს, ხალხის პარტია გამოდის ინიციატივით და მიმართავს საქართველოს პარლამენტს, რომ 2012 წლის 1 სექტემბრიდან ყველა ის სტუდენტი, რომელიც ჩაირიცხება მაღალმთიან რაიონებიდან, გათავისუფლებული იქნენ სწავლის საფასურისაგან. საჯარო რეესტრში მომსახურების საფასური გაიაფთა. ამის შესახებ დღეს რუსთავის იუსტიციის სახლში გამართულ ბრიფინგზე რეესტრის ხელმძღვანელმა სოსო წიქარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით 2012 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურების საფასურის ახალი განაკვეთი. ასევე გადახდის ახალი წესი და მომსახურების ვადები. დადგენილების თანახმად საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადება ელექტრონულად ინტერნეტის საშუალებით ნაცვლად 15 ლარისა 10 ლარი გახდა, ხოლო ამონაწერის ჩქარებული წესით ერთ დღეში მომზადება 50 ლარის ნაცვლად 40 ლარით განისაზღვრა. ამონაწერის განახლება არის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ჩვენთვის. სამი წარმოებაში დაახლოებით 35%-ს აღწევს, 25%-ს ტრანზაქციებსაც აღწევს ქონების რეგისტრაციის კუთხით. ამასთან უნდა დავუშვათ, რომ ეს ძალიან ხშირად ჭირდება როგორც მეწარმეებს, ისე მოქალაქეებს სხვადასხვა უწყებებში წარსადგინად და შესაბამისად
მათ საშუალება ექნებათ, რომ ელექტრონული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში დაზოგონ თანხა, დაზოგონ დრო და ენერგიაც, აღარ დაჭირდებათ მათ ჩვენთან მოსვლა და საკმაოდ მინდა აღნიშნო, რომ საკმაოდ მარტივია ამ მონაწილეობის მოთხოვნა ინტერნეტის საშუალებით და დღეიდან არა მარტო მარტივი იქნება, არამედ იაფის მოქალაქეს სახლიდან გაუსვლათ ონლაინ რეჟიმში შეუძლია აღნიშნული მომსახურების მიღება, ის ელემენტარულად ძალიან მარტივად შეავსებს განაცხადის ფორმას, რომელიც გადმოიგზავნება შემდეგ ჩვენთან, ჩვენ რეგისტრატორის მიერ მომზადდება აღნიშნული ამონაწერი ერთ სამუშაო დღეში. მართლმადიდებლების შობის დღესასწაულისთვის ემზადებიან ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კი სადღესასწაულო წირვა-ლოცვას წმინდა სინოდის წევრებთან ერთად ღვთისმსახურებთან ერთად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 23 საათზე დაიწყებს. წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და საშობაო ეპისტოლეს წაიკითხავს. ამასთან საპატრიარქო მოუწოდებს მორწმუნეებს, რომლებიც ტაძრებში ღამისთევის მსახურებაზე ვერ მივლენ, 23 საათის შემდეგ ძველი ქრისტიანული ტრადიციის შესაბამისად ფანჯრებთან სანთლებია ანთონ. შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40 დღიანი მარხვა დასრულდება, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო. დღესასწაულის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში 17 იანვრამდე სგებსი იქნება. შობის ღამეს თბილისის მეტროპოლიტენი 3 საათის განმავლობაში უფასოდ იმუშავებს. ეკლესიებში დაგეგმილი წირვა-ლოცვის გათვალისწინებით მოსახლეობას მეტროთი სარგებლობა ღამის 3 საათამდე უფასოდ შეეძლება. ინფორმაციას თბილისის მერის ტრანსპორტის სამსახური ავრცელებს. სამების ტაძარში დღეს სიწმინდეები დააბრძანეს, როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა ფონდ ივერიისა დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, ფილა და მიწა ფონდის ჯგუფმა ათონის მთაზე მესამე სტუმრობისას წამოიღეს. ფილა ქრისტე არ ძლევაი და ივერიონის მონასტრის მიწა ხატი საქართველოს იმედის გვერდით დააბრძანეს. ივერიონის ბერებმა გამოგვატანეს სიწმინდა ქვა, სადაც წერია ქრისტე არ ძლევაი და ივერონის წმინდა მიწა და ეს დასვენებულია დღეს აქ დაბრძანებულია 17 აპრილამდე, იმიტომ რომ 17 აპრილს იცით რომ ახალთაოს მთაზე ვერის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის და მონასტრის მშენებლობა იწყება. დღესვე პაატა ბურჭულაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებს შეხვდა. ბურჭულაძემ თეატრის დასს მახათას მთაზე ივერის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ისტორიული მშენებლობის აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ჩვენ ვთხოვეთ მათ, რომ იყვნენ მისიონერები, იმიტომ რომ ხალხს ჯერა მათი, ხალხს უყვარს ეს მსახიობები, ხალხს უყვარს ეს სახეები და ისინი სიამოვნებით აღვთახვდნენ და ეხლა იქნებიან ჩვენი წარმომადგენლები მთელ საქართველოში და მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველოს აშენებს ამას ყველა თანაბრად, ვინც კიდე საქმის კურსში არ არის, ერთილ არის შემონაწილი თითო პიროვნებაზე ყოველ თვეში და 17 აპრილს გვაქვს ბედნიერება, რომ დაიწყოს დიდი მშენებლობა. დამთავრდა ნგრევა და უბედურება. თუ არ გამოვიხედავთ სიკეთისკენ და მშენებლობისკენ დავიღუპებით. ამდენი საუკუნეების მანძილზე მოაღწევთ, ერები განადგურდა და ჩვენ ერთი მუჭა ხალხი დავრჩით, ეხლა ნუ გამოვჭრეთ ხელს ერთმანეთს. ვაშენოთ, ვიყვარდეს ერთმანეთი და გავაკეთოთ ის, რაც ქვეყანას, რაც ჩვენ ხალხსა და მაგალითად მამაზეც გარნახობს. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ სოციალურად დაუცველ ოჯახს შობა ახალი წელი მიუღლოცა. ბერინაძეების ოჯახი წინამძღვრიშვილის ქუჩაზე სახლის სარდაფში 6 კვადრატული ფართის ოთახში უკვე მე-7 წელია ცხოვრობს. არასაკმარისი ფართის გამო ბავშვები ღამეს ნათესავებთან ათევენ. ჩვენ ამ ოჯახთან დიდი ხანია გვაქვს ურთიერთობა და კონტაქტი. თავიდან დავეხმარეთ იმაში, რომ სიღარების პროგრამაში მყოფთა სტატუსი აღდგენოდათ და ამისთვის მადლობელი ვართ ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს სრულებით არ არის საკმარისი და აუცილებელი არის შესაბამისმა ორგანოებმა მეტი ყურადღება მიექციონ ამ ოჯახს და როგორც მინიმუმ უახლოეს პერიოდში მათი ქირით გაყვანა მაინც მოხერხდეს. ქალბატონი მოხუცებული ღამით არ იყინება მხოლოდ იმის გამო, რომ
კატას ეხუტება და კატა ათბობს. წარმოვიდგინეთ, რა მდგომარეობაში უწევს ცხოვრება ამ პატარა ოჯახს, რომლის ნაწილი უბრალოდ აქ ვერც შერდება და ბავშვები გახიზნულები ყავთ სხვადასხვა ნათესავთან. მე მგონია, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში მოგვეხმარება როგორც თბილისის მერია, ასევე რაიონის გამგეობა და უახლოეს ხანებში აი ამ კატასტროფული სურათის მომსწრენი აღარ ვიქნებთ. ერთი სურვილი ისა მაქრო როგორ მექნება რამენაირად ვინით დავაკმაყოფილონ რომ ავანტყოფი დედა გავიყვანო ამ სარდაფიდან და ნორმალურ პირობებში რომ იცხოვროს ეს ცხოვრების ბოლო წლებია თუ ერთმანეთი თხანს იმყოფოს ბავშვები ვერ მომყავს ამ პირობებში